მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ რაღაც ძალიან განსხვავებული ბლოგი და განსხვავებული არის იქედან გამომდინარე, რომ ამ ბლოგში მოუყარე მთელ საპიტალოეთს, ესა რა ქვია, თავი და ეს პიტალო ნახირი თავს ასახებს როგორც პატრიოტებად, რომლებსაც სამშობლო უყვართ, თავს გაწირავენ ქვეყნისთვის და სიმართლე გითხრათ, მე არანაირი სურვილი არ მქონდა ამ ადამიანებისთვის მეპასუხა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს ამათი საქმიანობა არის ეს და ერთხელ გიკბინონ, ორჯერ გიკბინონ, მერე ჩვენ გაერთიანებას უკბინონ და გადავიდნენ სხვადასხვა ადამიანების ლანძღვაზე და სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად, თორემ ამას სისტემატიური ხასიათი აქვს. მაშინ იძულებული ხარ ადამიანი, რომ უპასუხო და უბრალოდ გააცნო საზოგადოებას სინამდვილეში რა პატრიოტები ესენი არიან, რა უკეთებიათ, რა ბიოგრაფია გააჩნიათ და რა არის ამათი საერთოდ მისია საქართველოში. და მოკლედ ბევრი საუბარი რომ არ დავიწყო და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, მოდი დავიწყოთ პირველი წარმომადგენელიდან, აი პირველი კაშკაშა ვარსკვლავი ამათი ვინც არის და აი ბოდიში გიხდით ჩემ გამომწერებს, ჩემს მსმენელებს, ხანდახან ბილწი სიტყვები წამომცდება, იმიტომ რომ ბუნება ითხოვს და ეს ხალხი ითხოვენ ამ ყველაფერს და არ გამიბრაზდეთ, იმიტომ სხვა არ შეეფერება ამ ხალხს სხვა სახელი და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი ამ გამოყლებულს მოусმინეთ რა. თბილისი ისე დატოვა ჟორდანია და ისე გაიქცა კურდღელივით. რა ქვია, კურდღელ კვინიტაძესთან ერთად და კვინიტაძე ჩემი აზრით დაწვინა ჩამოსაგორებელია. ვიმყოფები ლევილის, ეგრეთ წოდებული ლევილის მამული. აი ამ სამარხში განისვენებს დევნილ ქართველთა ძვლების გროვა. აი ამ ნაგაუმა, მისმა ნაგაუმა ეგრეთ წოდებულმა თანამოაზრეებმა და მოღალატეებმა ყველაზე რთულ დროს მიატოვეს ჩემი სამშობლო. ილია ჭავჭავაძის და ნიკო ნიკოლაძის პარტიას აი ეს გველების შთამომავლობა მოუგებდა არჩევნებში. ისვერი არ მწავდა. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, როდესაც იწყებენ ეროვნული გმირების დამცირებას, ეს უკვე პოლიტიკურ დებატს აღარ გავს. ეს არის შეტევა სახელმწიფოებრიობაზე. დღეს ისინი ლევილის სასაფლაოზე დგანან და მოღალატეებს ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებმაც არ აღიარეს საბჭოთა ოკუპაცია. დღეს ისინი გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეროვნულ გმირს ნუ, მეგობრებო, თქვენს წინაშე არის ძალიან დიდი გამოდოდოლებული, გამოპიტალოებული შმაგია სამხარაძე, რომლის სახეც აი განსაკუთრებით მიყვარს აი იმ დროს, როდესაც აი როგორ გითხრათ ახლა, როდესაც ყანძღავდა და ემოციებში რო ღებულობდა ამ ყველაფერს მოგვიანებით გაჩვენებთ რა მომენტზე მაქვს საუბარი და მე იმ ადამიანს არაფერს არ ვერჩი ამ მომენტში, ყოველ შემთხვევაში ეს მისი აზრი არის, რასაც ამბობს კვინიტაძესთან დაკავშირებით, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ნამდვილად ვერ გამიგია. დიახ, ეს არის ჩემი ვიდეო, რომელიც თითქმის 1 წლის წინ პარიზში ლევილის სასაფლაოზე გადავიღე და ნამდვილად ეძღვნებოდა ნოე ჟორდანიას, მის მოღალატე მთავრობას და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია. გამიკეთებია ბლოგები, დამიდევს ყველაფერი, თუ როგორ გადასცეს ტაო-კლარჯეთი, როგორ გადასცეს აჭარა, ახალციხე, ახალქალაქი, ბათუმის ხელშეკრულებით და ახლაც მიმდინარე პროცესები არის ამ ყველაფრის, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებულად არის შესასწავლი, იმიტომ რომ მომავალში იგივე შეცდომები არ დაუშვათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობა ახლაც, რაც იყო 1918-21 წლებში. დიახ, ეს ჩემი გადაღებული არის, დიახ, ეხებოდა უშუალოდ ნოე ჟორდანიას და ეხებოდა ჟორდანიას გარდა ასევე იმ მოღალატე ქართველებს, რომლებიც იქ გმირებად არიან წარმოჩენილი, ვისაც გაინტერესებ უშუალოდ 1918-21 წლების მოვლენებთან დაკავშირებით,
გაკეთებული მაქვს მთლიანი პლეილისტი, ეგრეთ წოდებული, სადაც თავმოყრილი არის აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც ამ პერიოდის გამოკვლევას ეხება და მათ შორის გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, რომელსაც აი ეს დაყლეებული შმაგია, რომლის ლანძღვასაც მაბრალებს მე ამ ადამიანთან ერთად, ტექნიკურად მაიგივებს, რომ ვითომ მე ეს მითქვია. არადა შეგამოყლეებულო შმაგია. NGO-ებში რო ხარ და უფრო სწორად ASO-ებში რო ხარ, არასამთავრობო ორგანიზაცია. ASO რო იცოდე. არასამთავრობო ორგანიზაციებში რო ხარ და ფულის აღების მეტ და ფსევდოპატრიოტიზმის მეტი რო არაფერი რო არ გაინტერესებთ. დიახ, მე გავაკეთე და ჩემ პლეილისტში დევს ეს ყველაფერი. უშუალოდ გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, დოკუმენტალისტიკა, აუდიო, ვიდეო ფაილებად და მივიტანე ჩემს გამომწერებამდე, რომ ზუსტად გაეგოთ გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდის 1918-21 წლის საქართველოში. აი ამ დასირებულს ეს ძალიან კარგად აქვს ნანახი და ზუსტად აი ეს სკრინი ჩემი პლეილისტიდან აქვს ამოღებული, რომელიც აგერა მაქვს მითითებული გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, რომელიც ბლოგად მაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ვითომ არ იცის ამან, რომ მე გენერალი კვინიტაძე არასდროს არ გამილანძღია. მაგრამ შმაგიას გონებაში მოულოდნელად დაიბადა ესეთი გენიალური აზრი, რადგან ჩემი და ჩემნაირების და ჩემი თანამებრძოლების გაშავება არის მოდაში შემოსული, ფსევდოპატრიოტების მხრიდან და გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ თურმე ესე იგი მე თურმე ვაგინებ გიორგი კვინიტაძეს, არა მე არ ვაგინებ გიორგი კვინიტაძეს, ეს იმ ადამიანის აზრი არის, თუ რატო და როგორ ეს ცალკეა, მე რომ მქონდეს საშუალება მასთან საუბრის, ნამდვილად ავთვლი მე გენერალ კვინიტაძეს მოღალატეთ და ყველაზე ნაკლები წვლილი არის თბილისის დატოვებაშიც გენერალი კვინიტაძის, თუმცა ეს ცალკე თემაა ახლა. მე შმაგიას დონის ადამიანებთან ამის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ. ახლა შმაგია იკბინება ამ ხნის მანძილზე, უნდა და მე პასუხა, არ პასუხობდი და ახლა პასუხობ ერთიანად. ასე რომ შევბრძანდი შმაგია შენ რო კარგად იცი, ვიცი, დანარჩენებს ვისაც გაინტერესებთ გენერალი კვინიტაძის მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება და გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, დიახ, მე გავაკეთე აი აქ, რომელიც არის აჭარის გათავისუფლებით ყველაფერი და შეგიძლიათ ნახოთ. აი ამ სირს ეს აქვს ამოღებული იქიდან და იმის ტვინიც არ ყოფნის, რომ სხვა ადგილიდან ამოიღო სკრინი. მოდი ახლა გავაგრძელოთ ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ გავაგრძელებდეთ, მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, აი შმაგიას სახელი არის განსაკუთრებულად საკრალური. ვისაც ვეფხისტყაოსანი წაუკითხია, აი არის ესეთი მომენტი, რომ მიჯნური შმაგსა გვიქმიან არაბულითა ენით. ხო და მოკლედ შმაგი ნიშნავს გაგიჟებულს, შლეგს. და მოკლედ სამშობლოს სიყვარულში გაშმაგებული შმაგია აგრძელებს პროპაგანდას და გმობს ჩემნაირ რუსეთის აგენტებს. ეხლა კი გავაგრძელებთ. კურდღელს უწოდებენ ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვას 1921 წელს. მოდი მოვისმინოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები გიორგი კვინიტაძეზე. გიორგი კვინიტაძე ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული კი იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიხარულით იბრუნებს თავის ქვეყნის შვილებს. ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებია, რომელიც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მისმა მოსახდრე შიომ გაახმოვანა. დიდება გმირებს, დიდება ერს, ჩვენთან არც ღმერთი. გიორგი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა ქვეყნის თავდაცვას მაშინ, როცა რუსეთის წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა. ეს არ ყოფილა შიდა კონფლიქტი, ეს იყო საბჭოთა რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია. როცა სახელმწიფო გარი აგრესორის მიერ ნადგურდება, ემიგრაცია ღალატი არ არის. ეს არის სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციის შენარჩუნება. თორე დღეს გვეთხოვდნენ, საქართველო ნებაყოფლობით შევიდა საბჭოთა კავშირშიო. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ემიგრაციაში წავიდნენ არა მხოლოდ სოციალ-დემოკრატები. ემიგრაციაში წავიდნენ ილია ჭავჭავაძის პარტიის წარმომადგენლებიც. 16 თაყაიშვილი, წმინდანი, ეროვნული გმირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სპირიდონ კედია, პარტიის ლიდერი და ხელმძღვანელი ემიგრაციაში წავიდა. თუ
თუ ემიგრაცია შიშრობა იყო, მაშინ ისინი სკურდღლები არიან? თუ ეს ლოგიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა პირველი რესპუბლიკის დამცირება სურთ. ახლა კი მთავარი წინააღმდეგობა, იგივე ადამიანები, რომლებიც 1921 წლის ეროვნულ გმირებს თავს ესხმიან, სხვა ვიდეოებში აქებენ სტალინს, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს. გამოდის უცნაური სურათი, ვინც სახელმწიფოს იცავდა, კურდღელია, ხოლო ვინც ამ სახელმწიფოს განადგურებაში მონაწილეობდა, ძლიერი ლიდერი. ეს ისტორია არ არის, ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა არის ჩვენი თანამედროვე დამოუკიდებლობის საფუძველი. იმიტომ რომ კაპიტულაცია არ გაფორმდა. იმიტომ რომ ემიგრაციაში არსებობდა ლეგიტიმური ხელისუფლება. იმიტომ რომ სოფლიომ აღიარა ოკუპაციის ფაქტი, ვინაიდან 1991 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ სწორედ ამ სამართლებრივ საფუძველზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, როცა 2008 წელს რუსეთი კვლავ შემოიჭრა საქართველოში, ოპოზიციამ გამოაცხადა ერთიანობა. რადგან კარი აგრესორის წინაშე პარტიები აღარ არსებობს, არსებობს სახელმწიფო. და როცა დღეს კვენიტაძის, იუნკერების, მარო მაყაშვილის და ლევილის მეხსიერება შეურაცხყოფენ, ეს აღარ არის ისტორიაზე დავა. ეს არის ეროვნული მეხსიერების შესუსტების მცდელობა. ქვეყანას, რომელსაც მეხსიერებას წაართმევ, ადვილი სამიზნეა. არა, მომწონს, აშკარად ნიჭიერი პიტალუ არის. ვერ დაუკარგავ, შეუძლია ეს სუფთა ეს ნაცური, მიშისტური, ყველაფერი ეს ერთადაა გამბით შეზავებული და აი ეს არის ჩემი საყვარელი ფოტო, როდესაც გაშმაგებული შმაგია სამშობლოს სიყვარულში გაშმაგებული შმაგია უყურებს მოღალატეებს და მტრებს. იფშ, რაფერა აწყო კონტექსტი ბიჭმა. ასე კი არაა საქმე. ჯერ ერთი სად თქვენ და სად სარწმუნოება და სად პატრიარქი, ნუ ეს საერთოდ აბსოლუტურად სხვადასხვა სფერო არის, ისევე როგორც თავის დროზე სულად ძაღლებული ჟორდანია და მისი ნაბიჯვარი სასტავი იყო თავიდან ბოლომდე შორს სარწმუნოებიდან, საქართველოსთან, ღმერთიდან და ესე შემდეგ. კი, ნამდვილად ასე იყო, ამიტომ მათ კისერზე არის და მათ სინდისზე არის საქართველოს პატრიარქის მკვლელობა. ჩემო კარგებო, ეს ცნობილი ფაქტი არის, თუ რა წვლილი აქვს მათ შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ხელი არ აქვს დადებული და რა თქმა უნდა, ამას ოფიციალურად ყوار დაედება ხელი, მაგრამ ეგრე არის. ასევე რა ლომის წვლილი აქვს ვაჟბატონს, ნოე ჟორდანიას, სულაძაღლებულს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სოციალ-დემოკრატებს და მენშევიკებს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ილიასთან, რომელსაც ეს ავადმყოფი ახსენებს და ნოე ჟორდანია კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, იყო ის ადამიანი, რომელიც ილიას ებრძოდა და ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს, თუნდაც ლანგარზე დადებული მიართვა. ილიას ეძახდა ხალხის მტრებს, ქვეწარმავალს და როდესაც მოკლეს ილია, რომელშიც დიდი წვლილი მათ ჰქონდა შეტანილი, მაშინ იყო აი ესეთი გამოთქმა ცნობილი ზუსტად აი ამ სულაძაღლებულიდან, უშუალოდ ჟორდანიიდან, მე რა მოხდაო, როდესაცო ხეშჭრიანო ნაფოტები ცვივა. აი ესენი ახლა რა თქმა უნდა, რომლებიც არიან ჟორდანიას სულიერი შვილები დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ახლა სხვას ვის გააღმერთებდნენ, ამიტომ ეს ჯერ კარგად უნდა იცოდეს ადამიანმა ელემენტარული ისტორიის დეტალები, რომ ეს ყველაფერი ერთად შერწყას, მაგრამ ეს იმდენად ნაგლი მატყუ არა აგერ თვალს და ხელშვა. მე მატყუებს და ჩემს გამომწერებს ატყუებს მისი პრიმიტიული ტვინით და საინტერესო რა არის იცით, როდესაც საერთოდ ეს ადამიანი, რომელი ადამიანიც, თუ შეიძლება ამ ხალხს საერთოდ ადამიანები ეწოდოს, ესენი არიან ფულზე დამწარებული ბიოლოგიური ნაგავი, როდესაც ამათ ბიოგრაფიაში ჩახედავ, ერთ ძალიან საინტერესო დეტალს აღმოაჩენ. აი ეს გიჟი პატრიოტი, ჩვენი შმაგია, ბევრი წვალება არ დამჭირდებია, უბრალოდ ბიოგრაფია მაინტერესებდა, მოვიძიე, ღია წყაროების მიხედვით და ჰოი საოცრებავ რა აღმოჩნდა. თურმე ჩვენი ძვირფასი შმაგია დედა რუსეთში ცხოვრობდა ოჯახით. 2001 წლიდან 2008 წლამდე, მთელი 7 წელიწადი. და თუ ასეთი ნაზირალა და თუ ასეთი ჩათლახი აღიზარდა,
ეს დიდი რუსეთის დამსახურება. მან ფეხი აიდგა დიდ რუსეთში, ფრთები გააშალა და 2008 წლის ომის შემდეგ ჩაერთო პატრიოტული სულისკვეთება და დაბრუნდნენ სამშობლოში, ვითომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ იყო დაკარგული აქ დროისთვის. და რას აკეთებდა იმ რუსეთში და ვისთან რა კუდები ჰქონდათ გადაფსკვნელი, მართალია პატარა ღლაპი იყო, მაგრამ ეს ქვეწარმავლობა ახასიათებდა, იყვნენ ესეთი ქვეწარმავალი ხალხი, რომლებიც იქ მცხოვრები მიშისტები არიან, იმათთან მეგობრობდა, შენიჭირი მე შენ გენაცვალე, ერთად სვამდნენ, ერთად ჭამდნენ ამ რუსულ ლიბერალურ სამყაროში პურს და რაღაცეებშიც, კონფერენციებშიც ხებულობდნენ მონაწილეობას და ამიტომ როდესაც დაბრუნდა სამშობლოში ჩვენი შმაგია, აი კონფერენციების გამართვა დაიწყო და რუსეთიდან მეგობრები გადაარჩინა, რომ თურმე 2008 წლის ომში არ წასულიყვნენ, ესა 2022 წლის ომში არ წასულიყვნენ, ასე შემდეგ, ისე შემდეგ და აი საქართველოშიც გააგრძელდა შენიჭირიმე შენ გენაცვალე, არის ერთი რაღაც კვატაშიძე, რომელიც ვითომ აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში დიდ წვლილს დებს და მასთან ერთად NGO-ებში იქნა ჩახუტებული, ასოებში უკაცრავად, ასოებში იქნა ჩვენი შმაგია ჩახუტებული და ერთად სვამდნენ და ერთად ჭამდნენ და მოკლედ გაგრძელდა საამურია ცხოვრება, რას დაგვაკლებს მტერი. ეს ასე ხდება საერთოდ ამ რუსოფობებს, რომელი რუსოფობებიც არიან, ჩემოგარგებო, ყველას აქვს რუსეთთან რაღაცა კავშირი. ისევე როგორც ჰელენ ხოშტარიას, ხო? ანტირუსეთია, მაგრამ შთამომავლობითი აგენტია, ხო? აი გიმო დამთავრებული, მამა, ბაბუა, ეს ყველაფერი დაფინანსება აღებული რუსეთიდან დღემდე რუბლები გემრიელად შემოდის. ნუ იგივე ვაშაძეზე, რომელიც რუსული დიპლომატიის პირმშო იყო თავიდან ბოლომდე. იგივე კახაბენდუქიძეზე, რომელიც რუსეთის არათუ მოქალაქე იყო, იქაური ოლიგარქი იყო და ბუშერას სადგურებს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსებს ფლობდა და ჩვენ უნდა დაგვაჯერონ, რომ ის არ იყო რუსეთის აგენტი და პატრიოტი იყო. ხო, აი ესეთები ბევრია, იგივე კობანაყოფია მაგალითად, რომელსაც ასევე გიმო აქვს დამთავრებული, რუსული პასპორტი აქვს და თან დევნილია და თან ანტირუსულ ფილმს იღებს 5 აგვისტოს 5 დღე და თან ფლობს რუსთავიორს, სადაც ფლობდა რუსთავიორს, სადაც რუსეთს აგინებდნენ ყოველ დღე და თან რუსეთში ცხოვრობდა. ნუ ეს პირმშო არის ეს ყველაფერი. მოკლედ შმაგიამ გემრიელად მონახა თავისი ნიშა მისნაირ პატრიოტებთან ერთად საქართველოში და გააგრძელა. ეხლა რაც შეეხება იმას, რასაც ეს რეგვენი ლაპარაკობს, დიახ, იოსებ სტალინი იყო ერთ-ერთი უსაყვარლესი, არ ვიცი ალბათ, მოსწავლე თუ პროექტი შეიძლება დაარქვათ ილიასი და ეს არახალი არის და თვითონ იოსებ სტალინიც თვლიდა იმას, რომ ილია მასზე მეტი დიდი პიროვნება იყო. ეს არავისთვის გასაკვირი არაა და არაფერი სიახლე ამაში არ არის და თუ ვინმე შეძლო მეტნაკლებად გამოეძიებია ის უბედურებები და ის იმ წლების პერიოდის ამბები, როდესაც ილიას მკვლელობა მოხდა, დიახ, იოსებ სტალინის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება 6 ღვთისკაცთან არაფერი შეხება არ აქვს მენშევიკებს, თქვენ სულ აძაღლებულებს. დიახ, 6 ღვთისკაცი იყო ერთადერთი ის იშვიათი პატრიოტი, რომელიც მართლა ქორივით ადგა თავზე იმ განძს და დიახ, იოსებ სტალინის დამსახურება არის, რომ ის განძი დაუბრუნდა სამშობლოს, თორე საფრანგეთის და ინგლისის და შეერთებული შტატების მუზეუმები სავსე არის ეგვიპტური, ინდური, ჩინური და სხვადასხვა ცივილიზაციებიდან ჩამოტანილი არტეფაქტებით, რომლებიც მილიარდები ღირს და მთელი ერის საგანძურს საფრანგეთი ნამდვილად არ დააბრუნებდა, დიახ, იოსებ სტალინის დამსახურება არის. რაც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და ასე შემდეგ, ამ თემებთან დაკავშირებით ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ შეგრძანდეთ, შეგიძლიათ ნახოთ და ესე შემდეგ. ეხლა მე არ ვაპირებ სტალინის თემის განხილვას, უბრალოდ ჩამოყალიბებული პიტალოებისთვის აქ ეს ყველაფერი და გავყვეთ რა, აი
ამ ყველაფერს, თუმცა ჩემი ლანძღვაგინება მარტო ამ ვაჟბატონებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და ესენი გაყვნენ შემდეგ და შემდეგ ყველა ჩემ თანამებრძოლს და ამოიჩემეს მათ შორის ძალიან დემურ გიორხელიძე. მოდი ნახოთ აბა ეხლა გაგრძელება და ახლა გადავდივართ უშუალოდ დიდ პიტალოებზე. მე ვთვლი რომ ის იყო ილია ჭავჭავაძის ალბათ ყველაზე მეტი წარმატებული პროექტი თუ რაც უღვაწია ილიას, თუმცა თვითონ თვლიდა რომ ილია ბევრად მეტი მაღლამდგომი პერსონა იყო ვიდრე იოსებ სტალინი თავის თავს. შემოიყვანთ რუსული ჯარი. ერთი ჩავაყენოთ თურქეთის საზღვართან და მეორე ჩავაყენოთ ახალციხის საზღვართან და ერთადერთი დღეს რეალისტური გზა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ბაზების გამოყვანის არის მათი უფრო სწორი რაციონალური გადაადგილება ისევ საქართველოს ტერიტორიაზე. თუ კი ამ ბაზების გადმონაცვლება, მაგალითად თურქეთის საზღვართან და ევროკავშირი მე დიდი ხანია საუბრობ, რომ ულბარგის წარმონაქმნი აუცილებლად დაიშლება. ჯერ კიდევ 22 წლის 24-25 თებერვალს დავწერე, რომ რუსეთი აქედან გამოვა ძალიან ძლიერი. მე ვთქვი, რომ რუსეთი არ დამარცხდება, მაგრამ ამ კონფლიქტის მთავარი შედეგი იქნება ნატოს დაშლა და ევროკავშირის დაშლა. ევროკავშირს ბევრი არაფერი უკლია. ილია ჭავჭავაძის ყველაზე დიდი ქმნილება იყო ქართული ეროვნული იდეა, ქართული ერის გაღვიძება, ეროვნული მოძრაობა, რაც დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობით, რომელიც სტალინმა ჩაკლა. დიდება ერს, დიდება ჩვენს ეროვნულ გმირებს, დიდება საქართველოს. ეს ადამიანები ბევრ საუბრობენ ეროვნულობაზე, პრობლემებზე, ბევრი მათ უსმენს, თუმცა საბოლოოდ ასრულებენ რუსეთით, ევროპის დაშლით და სტალინით. ჩვენმა ისტორიამ განსაზღვრა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი ცენაფრები მას იცავდნენ და ეს არ გადაიხედება. დავით აღმაშენებელმა შექმნა ორი აკადემია, ფილოსოფოსები, წიგნები, ყველაფერი მოხონდა დასავლეთიდან, იმიტომ რომ კარგად იცოდა თუ რა არის ჩვენი ხალხის. მოკლედ ჩემოკარგებო, მინდა ასევე გავაგრძელო და უპასუხო ჯერ მე რა შეხება მაქვს საერთოდ ჯონდი ბაღათურიასთან და რა შეხება მაქვს საერთოდ პატაბულაძესთან. აი რა შეხება გაამაჩნია მე. ან დემურ გიორხელიძეს რა შეხება გააჩნია მათთან, ხო? ისევე ამოჭრილი რაღაც კონტექსტები, ისევე ბოდვა დიახ რაც თქვი. ნამდვილად ესე იყო. ძალიან უყვარდა ილია ჭავჭავაძეს იოსებ სტალინი და ასევე ძალიან დიდ პატივს სცემდა იოსებ სტალინი ილია ჭავჭავაძეს 1918 წელს. ეროვნული სულის კვეთების ხელისუფლება არ ყოფილა და არ მოსულა. ეს იყო ზუსტად ის ბარაბას გზა, რომელიც ბარაბის გზაზეც თავის დროზე ზვიადგამსახურდია საუბრობდა და როდესაც მოხდა საქართველოს ნამდვილად საქართველოს გაყოფა გერმანიას და ოსმალეთს შორის ფსევდო მარიონეტული მთავრობის ვითომ დამოუკიდებლობის მისაღებად. ვისაც გაინტერესებთ ამ საკითხთან უშუალოდ დეტალურად, შემიძლია შემობძანოთ ჩემ გვერდზე, ზუსტად იქ დევს, თუ როგორ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რომელიც გერმანელებმა აიძულეს და გამოაცხადებიეს მაშინ და ცხარეცრემლით ტიროდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ზუსტად პატივცემული ამათი საპატივცემულო სულაძაღლებული ნოე ჟორდანია. და ილია ჭავჭავაძის მკვლელებს არაფერი შეხება არ აქვთ საქართველოს არც დამოუკიდებლობასთან და არც თავისუფლებასთან, არც ეროვნულ მოძრაობასთან. დიახ, ასე იყო ეს. ასე იყო და გადაშალეთ წინ და წაიკითხეთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ამ ვაჟბატონმა ახსენა ესა რა ქვია დავით აღმაშენებელი და აქ მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო ერთ საკითხთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, ესე იგი, დაუფასდა შმაგიას თავისი, ესე რომ ვთქვათ, მოღვაწეობა და აი ჩვენი ლანძღვით და იმით, რა ქვია, თავისი გადაცემა მიანიჭეს ამ ვაჟბატონს იმაში, რა ქვია, ერთ-ერთ ფსევდო პატრიოტულ იმაში, რა ქვია,
რომელიღაცა პროექტში მისმინე ამაზე ცალკე გეტყვით, სადაც მიყავს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ეს ყველაფერი და ვინ არიან ეს ხალხი ახლა ეს გაჩვენებთ და გაგიმარტავთ, მოკლედ დაწინაურდა ვაჟბატონი, მოხდა იქ ხელფასიც აქვს, ეთყობა მუშაობს კიდეც ადამიანი და აი ეს არის მათი ეს არის შმაგიას მე ვარ შმაგი სამხარაძე და ეს არის გადაცემა პროპაგანდის წინააღმდეგ მისმინეზე. დუგინის მითი ლოხკე როგორ იქნება რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ამტკიცებს, რომ რუსეთი არის კატეხონი, ძალა, რომელმაც თითქოს და უნდა შეაჩეროს დასავლეთი და ძნელია ამის მოსმენა, ამიტომ არ შეგაწუხებთ, ვისაც გინდა შეგიძლიათ ნახოთ. დიახ, არსებობს ესეთი ლიბერასტი ჩათლახების მიერ შექმნილი ფსევდოპატრიოტული გაერთიანება მისმინე, სადაც არიან ყალბი ეგრეთ წოდებული ისტორიკოსები შეკრებილი და რომლებიც ყველაფერ ქართულს და ყველაფერ ეროვნულს აკნინებენ. ახლა ამან აწამოროშა იცით, აი დავით აღმაშენებელიო და თან ასე აქვს გამოფარებული ჩვენი გმირები, ამიტომ მე მინდა ახლა გაჩვენოთ თქვენ რომელ დავით აღმაშენებელს რო ახსენებს, რომელ პროექტში მონაწილეობს და ვინ არიან ამ პროექტის მონაწილეები რეალურად და როგორი დამოკიდებულება აქვს მათ დავით აღმაშენებელთან და საქართველოს ისტორიასთან. როცა ივანე ჯავახიშვილი თავის დროზე საუკუნეს წინ წერდა, რომ ალბათ ისიც მხოლოდ ვარაუდით წერდა, რომ ალბათ 300,000 კაცი ყავდათო სელჩუკებსო, ეს ცნობები რაც ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ, არ ქონდა ივანეს მაშინ. ხო, რას იყენებდა ივანე ჯავახიშვილი? იყენებდა იბნ ლასირის ცნობას, მაგრამ ახლა პრობლემა რაშია? კოჩა ჯაფარიძემ, რომელმაც იბნ ლასირის ცნობა გამოსცა თავის მახლობელი აღმოსავლეთ ისლამურ სამყაროში, ეს არის საუკეთესო ნაშრომი, რაც კი დაწერილა შუა საუკუნეების საქართველოსა და ისლამურ სამყაროს ურთიერთობაზე. საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთ ისლამურ სამყარო მე-12-მე-13 საუკუნეებში ესეთი ნაშრომი აქვს მას. იქ პირველად, ხოდაშორის სოსო მარგიშვილიზე უფრო ადრე, კომენტარში იბნ ლასიриზე აქვს მითითებული, რომ იბნ ლასირის ორიგინალში წერია 30,000 ჯარისკაცი და ეს გოჩა ამბობს, რომ ყველაზე რეალისტურთან მიახლოებული რიცხვია იმ წყაროებს შორის, რადგან იბნ ლასირი არის პირველხარისხოვანი წყარო. ანუ 1-0 აქვს ივანეს მიმატებული შეცდომა. იცი რატომ აქვს? იმიტომ რომ ზოგიერთ გადამწერთან არ ჩანდა კარგად იყო თუ არა ის ნული, ასე ვთქვათ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს და რატომ? იმიტომ რომ შუა საუკუნეების რიცხვები, რაც კი მოცემული არმიებში, აბსოლუტური ფარსი არის. ეს რიცხვები იწერება იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს რამდენი დაწერო. ჩვენ სიცოცხლეში სულ აქციები არის ხან რუსთაველზე, ხან რიყეზე და ამდენი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა არის, ამდენი კამერა იღებს, ხალხი იქ დადის და აი დიაპაზონი ხაც ეგრე არის, ხო, რომ 20,000-ის რო ამბობს, თქვა ერთი, მეორე ამბობს 200 და 300,000, ხო და ნუ გასაგებია. აი მეგობრებო, შმაგია და მისი ძმაგაცები და ეს პროექტი მისმინე, რომელიც ამას რა შეფასება შეიძლება გაუკეთოს ადამიანმა, უბრალოდ ძალიან ძნელი არის. მე მახსენდება ის, რომ როდესაც სააკაშვილის დედამ თურქებს სამეცნიერო ნაშრომში ზუსტად ის ჩაუწერა, რასაც ახლა ეს ავადმყოფები აქ საუბრობენ და პირიქით სხვათა შორის ისიც ჩაუწერა, რომ დიდგორის ომის მოგება თურქული ტომების ყივჩაღების დამსახურება იყო. ესენი ებრძვიან დავით აღმაშენებელს, ესენი ებრძვიან რეალურად ილიას, ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან, აი ესეთი ავადმყოფების პროექტში, აბა რა თქმა უნდა, ახლა შმაგი აყვერისაც ავიდო და ამათთან არის და ამათთან მიყავს ეს გადაცემები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რუსეთში გაზრდილ კაცს. და ჯერ რა უნდა გაუკეთო, ხო, ამას ესე იგი თურმე იმდენად სულელი იყო ჯავახიშვილი, რომ 1-0, რომელიც 100,000 და 10,000 განასხვავებდა ერთმანეთიდან, 30,000 და 300,000 ერთმანეთიდან განაცხადება, თურმე ის ვერ გაანალიზა და თურმე 1-0 მიამატა. წარმოგიდგენიათ ახლა რადონის ავადმყოფებთან გაქვთ საქმე, რომელსაც ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და ვიღაცა თურქის, ოსმალის, არაბის ჯერათ და მისას იმეორებენ და ამბობენ ამ ყველაფერს და სენსაცია და სასწაული რა არის იმაში, რომ ნებისმიერ ომში ყველა მხარე, შუა საუკუნეები იქნება თუ დღევანდელი ეპოქა იქნება, აბსოლუტურად ყველა მხარე ცდილობს იმას, რომ
თავისი მონაცემები, დანაკარგები შეამციროს და მოწინააღმდეგის გაზარდოს. Რა თქმა უნდა, ასე ექნებოდა თურქებს და ასე ექნებოდა არაბებს დაწერილი, ხო? ამიტომ ამათ მოღალატეები რო არიან პირდაპირ ეს ამათ მე დავარქვი ესეთი სახელი ილღაზის ნაბიჯვრები. თუმცა მე ეჭვება რომ ილღაზს საქართველოში ნაბიჯვრობა მოესწრო, თავის წამოყოფაც ვერ მოასწრო ისე გააძევეს ქვეყნიდან და ისე წაუჭრეს არმიაზე თავი, მაგრამ მაინც აქ-იქ სადღაც შემორჩებოდა ილღაზის ნაბიჯვრები და აი ეს ილღაზის ნაბიჯვრები ესეთ რაღაცას ლაპარაკობენ, რომ უნდა დააჯერონ ხალხს, რომ დიდგორის ომი, რომელსაც ძლევაი საკვირველი ქვია, რომელსაც ნამდვილად გაოგნებული არიან ისტორიკოსები. თუ სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანები იყოს სულ ერთი ჩვეულებრივი საშუალო ომის დონე იყო, სადღაც 35,000, 20,000 ებრძოდა და აი ამ შემთხვევაში 300,000 კი არა 30,000-იანი თურქული არმია დაამარცხეს εμაზე, რა ქვია. სხვათა შორის იდიოტებს მინდა უთხრა, რომ თუნდაც მარტო სახელწოდება ისტორიული, როდესაც დიდგორი მოდის და დიდგორი ეწოდა იმ ველს და ძლევაის საკვირველი დაემთხვა თავიც ჰქონდა უამრავი ბრძოლები გადატანილი. და ეს რომ იყო გამორჩეული, ზუსტად ამიტომ არის ძლევაის საკვირველად და ამიტომ არის დიდგორად და ამიტომ არის დარჩენილი საქართველოს ისტორიაში. ეს ყველაფერი ასე. თორე ცნობისთვის სოლომონ პირველმა იმერეთში ხრესილის ბრძოლაში 44,000-იანი ოსმალური და მოღალატე თქვენაირი ნაბიჯვარი ქართველები რო ხართ თურქების უკანალში რო ძვრებით დაამარცხა იმაში, სადაც დღეს გადაშლილია საერთოდ თურქები მემორიალიდან იქ რაც არის გაკეთებული, მაგრამ თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის დიდგორს კი ეძახიან ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ გონიათ ხრესილის ბრძოლა იმაზე დიდი იყო, დიდგორზე დიდი იყო? აი ეს არის ამათი ქვეწარმავლების მოღალატეების საქმე, აი ესეთი ფსევდო პატრიოტების, რომ შეძვრენ ეროვნული ნიღაბი მოირგონ და ყველაფერ ქართულს გადაუაროთ. მე უბრალოდ გაჩვენებთ ახლა აი ამ ნაძირლების გაგრძელებას, თუ როგორ ლაპარაკობენ თურქები ამით განსაკუთრებით უყვართ. რუსეთის იმპერიამ აჭარა და ბათუმი შეიერთა 1878 წელს, მას შემდეგ რაც 3 საუკუნე ოსმალეთის იმპერიაში იყო ეს მიწა. იქ შეიძლება ბევრი ქართულენოვანი ყოფილიყო, მაგრამ მოსახლეობის იდენტობა ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა ქართული, იმიტომ რომ მაშინ რელიგიური იდენტობა იყო ძალიან ძლიერი. 1878 წელს შეიერთეს ის ტერიტორია, რომელზეც ბათუმის ოლქი ჩამოაყალიბეს, დაიწყეს ბათუმის ქალაქის მშენებლობა და რა უნდა უპასუხო ახლა ამ ნაბიჯვარს ამას მართლა რა? რა უნდა უპასუხო? გამოდის რომ აჭარლებს ქართული იდენტობა თურმე არ ქონდათ, როდესაც აჭარა გათავისუფლდა 300 წლოვანი ტყვეობიდან. არ ქონდათ თურმე ქართული იდენტობა იქ არ იყო. ახლა ამ სირს, ესეთი სირის საერთოდ გადაცემაში მონაწილეობის კი საქართველოში გავლას ვერ უნდა ბედავდეს რა. ელემენტარულად დანდალოს ტრაგედია მაინც არა აქვს გაგებული, სადაც 4,000 აჭარელს ყავი გააზრეს და ერთი კვირა ჭოროხი წითლად მოდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ აჭარლები მუსულმანები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანური სარწმუნოება ჰქონდათ მიღებული, თავდადებული პატრიოტები იყვნენ საქართველოს, იგივე სელიმ ხიმშიაშვილი, იგივე გულო კაიკაციშვილი, იგივე მემედ აბაშიძე და რამდენი გინდა ჩამოგითვალოთ ხალხო. აი ეს ნაბიჯორების, აი თავს მჭრი ოსმალო, მაგრამ ეს გურჯისტანი ჩემს სისხლს არ შეგარჩენსო. ვისი სიტყვებია ეს? სელიმ ხიმშიაშვილს და ანუ სელიმ ხიმშიაშვილს ესე იგი ქართული იდენტობა არ ქონდა? აი ეს საწამლავები, ამიტომ არიან ესენი საშიშები ახლა. როდესაც ქვეყანაში განათლების დონე დაბალია და ეს ბიოლოგიური ნაგავი აყვავებულია ქვეყანაში ამათი სახით. ბუნებრივია, ხო? გაუცნობიერებელი ადამიანი შეიძლება უსმენდეს და რაღაცას იჯერებდეს ამათსაც, იმიტომ ამ ფსევდოპატრიოტებისას. აი ეს არის ამათი დამოკიდებულება რა, საერთოდ საკუთარი სამშობლოს მიმართ, საკუთარი ხალხის მიმართ, ისტორიის მიმართ, ახლა ასოებიდან წარმოშობილი ადამიანები რას დაგიწერენ ნორმალურს, ხო?
როგორ შეიძლება შენი სამშობლო, შენი ქვეყანა შენზე მეტად და ქართველზე მეტად უყვარდეს ამერიკელს, ევროპელს, რუს, ნებისმიერი ერი აიღეთ. და როდესაც იმათ საქმეს აკეთებ საქართველოში და შენ ისტორიას ლანძღავ და აფურთხებ და აგინებ და რეალური პატრიოტები ვინც არიან ქვეყანაში იმათ ასე ექცევი, ხო? და მოღალატე ხარ პირდაპირ და დავალებას ასრულებ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისას, რაშიც იღებ ხელფასს. ამიტომ ჩემო კარგებო, მე მინდა გითხრათ, აი ეს წყეული არხი ახლა ვინც უკვე მოწამლული აქვთ, ვისი ტვინიც უკვე მოწამლული ყავთ, აი ამ დამპლებს ამათ, ხო? იმათ უკვე ძნელია ეს ყველაფერი გააგებიო, მაგრამ ერიდეთ ამ სიდამპლეს და არიდეთ თქვენი შთამომავლობა და ახალგაზრდები განსაკუთრებით მოაშორეთ ამათმა მოწამლეს ქართველიერი. და ეს არის სოროსელების ზუსტად დამსახურება, ამაში იღებენ ფულს. და ეხლა გავაგზავნოთ ერთი ჩვენ ვაჟბატონი შმაგიას ბოდუები. და რაღაცა მინდა მოგასმენიოთ. ცივილიზაციური არჩევანი. სულხან საბა, ილია მართალი, ნიკო ნიკოლაძე, უკვლებლივ ყველა დიდი ქართველი კარგად ხვდებოდა თუ რა იყო ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანი. რაც შეეხება მოსაზრებებს დასავლეთის დაშლასთან დაკავშირებით, ბევრი ამბობდა მაგას, მაგრამ ისტორიულად დასავლეთი ევროპა ყოველთვის ახერხებდა თავიდან დაბადებას, რეინკარნაციას, ფენიქსივით აღდგენას და დღემდე არსებობს და იბრძვის. განსხვავებაში ცხოვრებ ევროპას უტევდნენ გარედან ბარბაროსები, შიგნიდან განიცდიდა არაერთხელ კრიზისს, მაგრამ ჩნდებოდნენ ისეთი ლიდერები, როგორიც არის მაგალითად ჩერჩილი, რომელიც ახერხებდა ევროპის გაერთიანებას და გარეშე და შიდა პრობლემების მოგვარებას. ყოველთვის ჩნდებოდნენ თომას მანები, რომლებიც საზოგადოებას აფხიზლებდნენ, უხელდნენ აქ მინდა ცოტა ხნით შევჩერდე და რაღაცა ვთქვა. ევროპა დგებოდაო ფენიქსივით დგებოდა თურმე ევროპა. და ბარბაროსები უტევდნენ თურმე ევროპას. ამის გაუნათლებელი დედა შევეცი ამისას. ჯერთი ამან იმდენიც არ იცის, რომ ბარბაროსები და ვანდალები ზუსტად გერმანული ტომების მიმართ გამოიყენებოდა, ვანდალები ოფიციალურად გერმანული ტომები იყვნენ, გერმანული ტომებს ეძახდნენ ბარბაროსებს, რომლებმაც დაანგრიეს რომი. ევროპელები იყვნენ სხვათა შორის. ევროპელები იყვნენ, გუთებმა აიღეს პირველად რომი და ალარიხი იყო მათი ხელმძღვანელი, რომლებმაც რომის იმპერია დაასრულა 476 წელს. ამიტომ ეს ევროპის შიდა ომები იყო და ევროპას რაც შეეხება, ერთადერთი რაც შეიძლება ჩაითვალოს გრიგალად გადავლა ევროპაზე, ისიც ნაწილზე, ეს იყო ჰუნების ლაშქრობა, როდესაც რეინის და დუნაის მიღმა გერმანული ტომები მცხოვრებები იძულებული გახდნენ რომის იმპერიას შესეოდნენ. ევროპას არასდროს არ ქონია არსებობის პრობლემა, რომ ფენიქსივით ხელახლა აღდგარიყო. ედგა ერთი პერიოდი იყო ეს პრობლემა და ეს იყო მონღოლების ლაშქრობა ევროპაში, როდესაც რუსები თვითონ იბრალებენ და მსოფლიო ისტორიაში კიდე ბევრი გამორიცხავი თეორია არის თუ რუსებმა ამბოხი ატეხეს რა თქმა უნდა და ჩვენ გადავარჩინეთო ევროპა მონღოლური საფრთხისგანო, ნაწილობრივ შეიძლება ეს არ იყოს შორს რეალური აზრიდან, მაგრამ არსებობს მეორე, როდესაც მონღოლებმა შეაჩერეს დაპყრობები ყაენის გარდაცვალების გამო და შემდეგ აღარ მობრუნებულან უბრალოდ აქეთკენ. არ ვიცი რომელი იყო რეალურად იმ პერიოდში, დანარჩენ შემთხვევაში ევროპას ნამდვილად არასდროს არ ედგა გაქრობის, განადგურების და ფენიქსივით აღდგენის პრობლემა. ეს არასდროს არ ყოფილა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ჰქონდა იმ ერთ-ერთ ქრისტიანულ თუ ერთადერთ არა, იმ მართლა ერთ-ერთ ქრისტიანულ სახელმწიფოს კავკასიაში, რომლის დედაქალაქის 29-ჯერ იქნა გადამწვარი და საქართველოს საშველად არ მოსულა არავინ. თუ არ ჩავთვლით სიმბოლურ ლაშქრობას 100 ფრანგ ჯვაროსანს და საკითხავი არის ის 100 ფრანგი ჯვაროსანი საიდან მოვიდა, ეს იყო დავითის მიერ განთავისუფლებული ჯვაროსნები, რომლებიც საქართველოს მხარეზე იბრძოდნენ თუ მართლა ჩამოვიდნენ, ეს ჯერ კიდე გარკვეული არ არის რეალურად ეს ყველაფერი ევროპიდან განსხვავებით, როდესაც
თურქებმა ვენის ალყა დაიწყეს და ვენის ალყა გაერთიანებულმა ევროპულმა სარდლობამ მოხსნა. ასე არასდროს არ მოსულა საქართველოში არავინ ევროპელები საქართველოს გადასარჩენად და სახსნელად და ისტორიულად იყო ეს ყოველთვის. ამიტომ არის ეს გამოთქმაც, რომ საქართველო რო არ ყოფილიყო, შეიძლება ვენაში მეჩეთი ყოფილიყო და მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ გამოთქმას, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად აიღო აღმოსავლეთ საქრისტიანოში ის მძიმე ტვირთი, რომელიც თემურლენგიდან დაწყებული, შემდეგ ირანის მიმართებაში თუ ოსმალეთის მიმართებაში პრაქტიკულად მარტო იყო ჩაბმული მე-18 საუკუნემდე, სანამ რუსეთის იმპერია გაძლიერდა და სამხრეთის მიმართულებაზე არ დაიწყო ექსპანსია ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ერთადერთი მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო, ვინც იყო ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლი, დიახ, საქართველო იყო და საქართველოს არსებობა მართლა ფენიქსივით ეს არის მართლა სასწაული, რომ ქართველიერი დღეს არსებობს აი ამ ხელა გველეშაპებს შორის, როგორი იმპერიებიც იმ პერიოდში არსებობდა. ეხლა გავაგრძელოთ ისევე სანამ სირის მოსმენა, მინდა ბოლომდე დავამთავროთ და აღარ გადაგღლით, უბრალოდ ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გაჩვენოთ. დიდი და კარგი მწერლები, მოაზროვნეები ყავდათ, მაგალითად რუსებსაც, მაგრამ არაფერი ეთყობათ მათი დაწერილის. რუსეთს არაფერი ეთყობა ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის და ვიქტორ ცოის, იმიტომ რომ ტვინიდან ვერ ამოიგდეს მონღოლური მართვის. აი აქ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, მეგობრებო. დაგვერდით. ეს მართლა უცოდინარი და გაუნათლებელი. აი რაღაც ძალიან დაბალი დონის არსება, რომელსაც ინტრიგნობის მეტი არაფერი არ გააჩნია, ციტირებს მასავით პატრიოტ, მასავით ეგრეთ წოდებულ პატრიოტ ერეკლე დეისაძეს, რომელიც რუსეთის მიმართებაში თურმე დოსტოევსკის და ტოლსტოის და პუშკინის და ესე შემდეგ. არ ვიცი, ჯერ ერთი იქიდან მინდა დავიწყო პუშკინის დაბადების დღე, ეგერ გუშინ წინ იყო და შმაგია შეინც ბაგაცები იყვნენ მისული იქ და მიტინგები მოაწყვეს. რა ვიცი, პუშკინისგან რა გინდოდათ, კაცი თვითონ იყო იმპერატორის მოწინააღმდეგე ბავშვობიდან და აი ჯანდაბას ახლა თქვენი თქვენ განათლებაზე მეც არ გავჩერდები, მაგრამ აი ახლა ერეკლე დეისაძე რატომ მოვიყვანი აქ აი მათ რა ქვია მაგალითად. აი ახლა მინდა რაღაცა გაჩვენოთ და აი ეს ფსევდოპატრიოტებს, აი ეს ერეკლე დეისაძე რომელიც ყავს წარმოდგენილი, აი სირს, აი დუდულას ზუსტად აქვს ერთი ძალიან პატრიოტული სიმღერა და მე ამ სიმღერას თქვენ ბოლოში შემოგთავაზებთ თავისი შესაბამისი გაფორმებებით, ვისაც აი ეს ვაჟბატონი ციტირებს ამის ინტელექტის დონე, ნუ ყველამ ვიცით ირაკლი დეისაძე ვინც არის, სამარცხვინო ქუთაისელი არის, რომელმაც საიდუმლო სირობა და მსგავსი რაღაცები დაწერა, მაგრამ მის გენიალურ შემოქმედებას, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, პატრიოტიზმის მიმართებაში, აი ეს სიმღერა ეკუთვნის და რომელიც დოსტოევსკის, ტოლსტოის და რუსეთის კულტურას და ეს რაღაცებს განიხილავს. და თუ შეიძლება მოусმინეთ კარგად ერეკლე დეისაძის მოტივებზე შექმნილ სიმღერას, რომელზეც ალბათ ესენი ტაშფანდურობენ. გამარჯობა აფხაზეთო შენი შავაზღვა თეთრა სანატორია მე არ მენატრება შენი ეშხი შენი დაბრუნება ვიცი ჭორია მე არ მენატრება შენი ეშხი შენი დაბრუნება ვიცი ჭორია
მოკლედ ამას ბოლოში დაგიტოვებთ შესაბამისი გაფორმებებით ვაჟბატონის და მათი ტოპტვინების და მათი უკნიდან განათლებული პატრიოტების შესაბამისი ქმედებებით და თქვენ თვითონ შეაფასეთ ეს ყველაფერი. აი მე ერთი რაღაცის თქვა მინდა რა. ვინც ჩემი ერის ეროვნულ ტრაგედიას აფხაზეთის ომს, რომელიც არ დასრულებულა, რომელმაც უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, უამრავი ახალგაზრდა წაგვართვა, გენოფონდი გაგვინადგურა ერთ მხარეს და მეორე მხარესაც სხვათაშორის. და მეორე მხარეს კიდე უფრო რომ იცოდეთ, ვიდრე ერთ მხარეს. ვინც აი ასე სასაცილოდ აიგდებს და საჯღანაოდ აიგდებს ჩემი ერის ეროვნულ პრობლემას. მერე ვისაც ეს ადამიანი ეგონება და ჩათვლის პატრიოტად, რომლის სიტყვების ციტირებაც უნდა მოახდინოს. და ვისთვისაც ეს ყველაფერი მისაღები იქნება. აი, ამის მომღერალზე მეტად ის არაა ჯანმრთელი ნორმალური ადამიანი არაა, გასაგებია, ეს არის ავადმყოფი ადამიანი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რაღაცას ჭხაბნის შეიძლება დღევანდელ საქართველოში ფანებიც აყავს, მაგრამ ვინც აი ამის ნაბუდავის ციტირებით დაგიწყებს პატრიოტიზმზე ლაპარაკს. ამ სიმღერის მოყვარულის დედაშევეცი მათი გამპრავებლების, ვისაც ეს ხალხი პატრიოტი გონია და ვისაც საერთოდ აი ეს მთელი ბიოლოგიური ნაგავი საერთოდ რამედ მიაჩნია საქართველოში. და თulis რომ ესენი პატრიოტები არიან. მე არ მაქვს იმაზე საუბარი, ვინც იციან სინამდვილეში ესენი რა ნაგავი არიან, ეს ვინც ინფორმირებული არის მეგობრებო. ვინც ამათ გამოხტომებს ხედავს და იცნობს და ამ დედამოტყნულებზე იტყვის რომ პატრიოტები ვართ. აი იმათ დედას შევეცის ყველასას. თქვენი უსისხლო დედამოტყან ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა ვირთხა ხალხი. შენ ბიჭო ქუთაისში როგორ უნდა დადიოდე საერთოდ? ჯერ საქართველოში როგორ უნდა დადიოდე? მე ქუთაისში როგორ უნდა დადიოდე შენი დებილი დედა შევეცინე? როგორ უნდა დადიოდე? და არის იქ მოღალატეების არხი როა იქ ფორმულა ეს ქართული ჯარის ძარცველი 2008 წლის ომის დროს კეზერაშვილი ურიას როყავს ეს ბუზიშვილები შეგრებილი და იქ პატრიოტობენ და ქართული ჯარის ნაძარცვში აღებულ ფულს ჯიბეებს იუსებენ და აქ პატრიოტიზმის ლექციებს უკითხავენ. თქვენი დედა შევეცი ბიჭო, აი ამ ნაგავს რა გაიტანს საქართველოსთან ნახდათ არ ვიცი რა. რა გავაგრძელებთ? სისტემა. დღესაც გამორჩენ ლიდერები, თუნდაც მერცი ევროპამ დაიწყო შეიარაღება და პოლიტიკის გადახედვა. ნახოთ რით დამთავრდება ეს ყველაფერი. გასულ საუკუნეს როცა გაიგვიზეს დაამარცხეს ჰიტლერი და ნაციზმი, შემდეგ კი სტალინიზმი და საბჭოთა კავშირი. რაც შეეხება საქართველოში გონიოში თუ სხვაგან რუსული ჯარის ჩაყენების და ასევე ნეიტრალიტეტის იდეას, რომელსაც სხვათა შორის ალტინფოს იმეორებს. არასდროს საქართველო არ ყოფილა ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო გარეშე მტრის ჯარის ჩაყენებით ან ნეიტრალიტეტით. ქართველი ერის ისტორიულ გენეტიკურ მეხსიერებაში წერია, როდესაც დავით აღმაშენებელი აგდებდა გარეშე მტერს, აერთიანებდა ქვეყანას, ქმნიდა ძლიერ სახელმწიფოს, ჩვენ ვამთავრებდით იმით, რომ ქმნიდით ვეფხის ტყაოსანს. სუსტად ასევე ებრძოდა გარეშე მტერს სოლომონ პირველი, სოლომონ მეორე და ჩვენი სხვა დიდი მეფეები და მოღვაწეები. სუსტად ასე დაამთავრეთ არაბობა, თურქობა თუ სხვა დამხრობლის ბატონობა ჩვენს ქვეყანაში. სუსტად ასე დაამთავრებთ რუსების ბატონობას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში, კავკასიაში. საქართველო გვეკუთვნის ქართულ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იდგეს ძლიერი ქართული ჯარი. არ ღირს ახლა ამ იდიოტის კომენტირება საერთოდ ან ევროპას ფაშიზმთან დამარცხებაში
რა მხელაწული აქვს შეტანილი და ვინ დაამარცხა ფაშიზმი ეს ცალკე საკითხია კიდე მე მგონი დიდ განხილვას არ საჭიროებს აქვთ იმათ თავისი წვლილი მაგრამ ცნობისთვის ისეთ დიდ ქვეყანა როგორც საფრანგეთია 600,000-ზე მეტი დაღუპული არყოლია და 40 დღეში წააგოუმი და 40 წლამდე ბრიტანეთის სახმელეთო ოპერაციებს რა წარმოადგენდა არ ღირს ახლა ამათთან საერთოდ ლაპარაკი რამეზე მით უმეტესად დავით აღმაშენებელი ახსენა და დავით აღმაშენებელთან რა დამოკიდებულებაც აქვს ამას და მის დედამოწყნო თანამშრომლებს თუ თანამოაზრეებს ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ აქ უბრალოდ ერთ რაღაცაზე არის საუბარი იფხიზლეთ ქართველებო აი ესეთი ნაბოზრები ნუ დაგიხატავენ პატრიოტიზმს და ახლა საერთოდ გაუნათლებელი და უციგნური ადამიანი ყველაზე მეტი საშიში არის, იმიტომ რომ გაუნათლებელი ადამიანი ბოროტებას მარტივად ჩადის. ახლა ესენი ერთ მხრივ, ხო, აიღო, ხო, ძალიან საცოდავი ხალხი არიან. ძალიან ერთი მის სამშობლოს მოღალატე და მის ქვეყნის ინტერესების გამტარებელი მის ქვეყანაში როგორ უნდა იყოს ახლა ნორმალური ადამიანი, მაგრამ ძალიან საცოდავები არიან, იმიტომ რომ ამათ რო გააზრებული კონდეთ თუ რა დონის დოდოყლეები არიან. აი ხლა რო გაიაზროს ვიღაცა ნორმალურმა ადამიანმა უცებ აი სავლეთ რო იქცეს პავლეთო ხო ნორმალურმა ადამიანმა რო გაიაზროს რასაც ესენი აკეთებენ. დედას გეფიცები თავს მოიკლავს ადგილზე. რაც ამათ უკვე აქვთ გაკეთებული. და დავასრულებ ამ ყველაფერს ესეთი ხეპრის მიმართ ზედმეტი აი რო იცოდეთ ახლა რა დონის დემურ გიორხელიძის მიმართ ხაზი მინდა გაუსვა რომ განსაკუთრებით ჩემს და დემურ გიორხელიძის მიმართაა ეს სირი მოჩენილი იმიტომ რომ იცის ალბათ ახლა იციან ზემოდან რომ მეც და ბატონი დემურიც ქუთაისიდან ვართ და ამიტომ შმაგიამ უნდა გაგვაშაოს ამ დაყლეების ფორმულამ და მოусვინეთ ერთი ამას რას ბიჟუტურობს ეს დედამოწყნული ქვეყანაში სოფლის მეურნეობა იძლევა 100 მილიარდ ევროს მე მქონდა მათ სპეციალისტებთან საუბარი რომლებიც ძალიან კარგად იციან საქართველოს პირობები 10 ჯერ უკეთესია ვიდრე ნიდერლანდებისა და არა მარტო შეგვიძლია საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის არამედ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმოების საშუალება და გატანა გვაქვს ესე იგი ინდუსტრიულ ნიდერლანდებში სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი 100 მილიარდს შეადგენს ხოლო საქართველოს 10 ჯერ მეტი პოტენციალი გააჩნიაო შტაბ-ერთად ჟღერს მაგრამ მოდი შევამოწმოთ ციფრები. პირველ რიგში როცა საუბარია 100 მილიარდ ევროზე ნიდერლანდებში, ეს არის ექსპორტის მოცულობა და არა სუფთა შემოსავალი. ან კიდე სექტორის წილი ეკონომიკაში. ექსპორტი ნიშნავს მთლიანად საზღვარგარეთ გაყიდულ პროდუქციას. ამ თანხაში შედის გადამუშავება და რეექსპორტის, ანუ პროდუქცია, რომელიც შემოდის ნიდერლანდებში, გადამუშავდება და შემდეგ გადის ექსპორტზე. რეალურად ნიდერლანდებში სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობა შეადგენს 40-45 მილიარდ ევროს წელიწადში. ხოლო მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 1.2%. ანუ მიუხედავად დიდი ექსპორტისა, ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი სხვა სექტორებია: მრეწველობა, ლოგისტიკა, ფინანსები და ტექნოლოგიები. ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 1-დან 3%-ს შეადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 10-დან 20%-მდე, რიგ შემთხვევაში უფრო მეტსაც კი, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია აგრარულ სექტორზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან სოფლის მეურნეობის წილი დაახლოებით 6-7%-ია შიდა პროდუქტში. სექტორის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია, ხოლო აგროექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა საუბარი ნიდერლანდებზე 10 ჯერ მეტი პოტენციალის არის უფრო პოლიტიკური განცხადება ვიდრე რეალობა. დიახ, საქართველოს ნამდვილად აქვს ზრდის პოტენციალი. შეგვიძლია გავზარდოთ პროდუქტიულობა, განვავითაროთ სარწყავი სისტემები, გადამამუშავებელი საწარმოები, ბრენდინგი, გავაძლიეროთ ღვინის, თხილისა და ხილის ექსპორტი. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ღირებულება გავზარდოთ 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე. მაგრამ 100 მილიარდებზე საუბარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბისა და ბაზრის პირობებში არ არის რეალისტური.
თავარი აქ არის ის, რომ სოფლის მეურნეობა უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ არა როგორც ეკონომიკის ერთადერთი საყრდენი. ქვეყანას სჭირდება მრეწველობა, ლოგისტიკა, ტექნოლოგიები, ტურიზმი და გადამამუშავებელი სექტორი. ეკონომიკის დივერსიფიკაცია ქმნის მდგრად ზრდას. ამასთან, სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია შიდა ბაზრისთვის. საკუთარი წარმოების ზრდა ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს საკვები პროდუქტების ფასების სტაბილიზაციას. ეს არის რეალური ამოცანა, არა ლოზუნგებით, არამედ ინვესტიციებით, ტექნოლოგიებით და სწორი აგრარული ვეღარ უძლებ შემოგარგება, ვეღარ უძლებ. მოკლედ, რა უნდა უპასუხო ახლა ამას? გამოდის და დემურ გიორხელიძეს ასავლის ჭკუას. ადამიანის უბრალოდ სივს დავდებ. მის ბიოგრაფიას დავდებ იმისთვის, ვის საინტერესებს ვინაა დემურ გიორხელიძე, წარდგენას ჩემი მხრიდან მით უმეტეს არ საჭიროებს მეცნიერი, პოლიტოლოგი, ასევე ეკონომისტი. იშვიათი განათლების მქონე ადამიანი დღევანდელ საქართველოში და ახლა ამ ჟღვინტიანს განათლება ორი წიგნი არა აქვს წაკითხული და თან რუსული ატესტატი აქვს აღებული და რუსეთში აქვს სწავლა. მე ვიცი ახლა რამდონის დებილი უნდა იყოს ადამიანი, ამას უსმენდეს და ამას უწონებდეს რამეს. მოკლედ დავამთავროთ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი და უბრალოდ დასასრულს მინდა ერთი რაღაცა თქვა. ძლიერი ქართული ჯარი უნდა იდგესო. ძლიერი ქართული ჯარი უნდა იდგესო. საქართველოსიო და ესე შემდეგო უნდა გავძლიერდეთო. მე რა შეგამძდელ მოტყნულო რომელი ერთი თქვენთაგანია ნამსახურები ერთი ქართულ ჯარში და რომელიც ახლა ომზე ზედმეტია ლაპარაკი, ომში ვის აქვს მონაწილეობა მიღებული. ერიქით რუსეთში იჯექი და სვამდი და ჭამდი და ცხოვრობდით, კარგად სანამ ჭირდებოდათ, მაშინ არ გასწოდათ აფხაზეთთან სამაჩაბლო იყო და გარგული და ახლა თურმე შეგიყვარდათ ის რა ქვია სამშობლო და სამშობლოს სიყვარულში დასავლური გრანდები. აი ეს იყო ჩემი პასუხი. მე შენაერ უციგნურებთან და შენაერ ავატყოფებთან საერთოდ დროს არ ვკარგავს საუბარში, მაგრამ რადგანაც გადაამლაშეთ, რადგანაც კოლექტიურად დაიწყეთ კბენა ჩემი მიმართებით და არა მარტო ჩემი თანამებრძოლების და თანამოაზრეების მიმართებაში, ახლა მიიღეთ ეს კოლექტიური პასუხი და შეირიგეთ დედის რძესავით, თითოეული გინება, თითოეული ლანძღვა და სანამდე დემურ გიორხელიძეს ახსენებთ, სანამდე ერმილე ნემსაძეს ახსენებთ, საერთოდ სანამდე რამეს ახსენებთ, პირში წყალიც გამოივლეთ. და წიგნი გადაშალეთ და რაღაცა წაიგეთ, თქვენ დებილი დედა შევეცი, მე თქვენ მართლა თურქების ნაბიჯრებო თქვენ. არ გაბრძანდებოდეთ, ეხლა კი ბოლოში დაგიტოვებთ დიდი პატრიოტის, ინტელიგენტის და სამაგალითო პიროვნების ამათ რომ მესაუბრთ რა ქვია ციტირებად რო ყავთ გახდილი, აი სრულ ვერსიას და შეაფასეთ ქართველებო ვინ არიან ესენი და ვინ არიან ამათ მოტივზე მოტაშფანდურე პატრიოტები. არ გაბრძანდებოდეთ. გამარჯობა აფხაზეთო შენი ლურჯონთებო თეთრო სანატორია მომენატრა შენებური ეშხი მომენატრა ზღვა რომელიც ჩემია მომენატრა შენებური ეშხი მომენატრა ზღვა რომელიც ჩემია გამარჯობა აფხაზეთო შენი შავა ზღვა თეთრო სანატორია მე არ მენატრება შენი ეშხი შენი დაბრუნება ვიცი ჭორია
უმღეროთ სამშობლოს